ელენე ჩოლობარგია 6 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ტანმარჯიში და დედას დახმარება. დედას სახმარები საჭმლის გაკეთებაში და დალაგებაში. ყველაზე უფრო მიყვარს მაგიდის დალაგება. ძირითადად ვალაგებ ჩემ ოთახს. მე მაქვს ძალიან კარგი ოთახი, ფოსტოვ ლამაზი. ამ ოთახში ვცხოვრობთ მე და ჩემი დაიკო. მინდა მქონდეს ორჯერ დიდი ოთახი. ჩემი ოცნება 2 სართულიანი ლოგინი. დავწვევი მეორე სართულზე და არ გადმოვარდები. 5 წელს რო ვიყავი, ერთხელ ლოგინიდან გადმოვარდი. მეძინა სიზმარი ნახე და გადმოვარდი. ერთხელ დამასისრა ჩემი საყვარელი სიზმარი. მე და ჩემი მეგობრები თამაშობდით გელობანას, დახუჭობანალს და ბურთს ვიქნებდით ერთად. მე მინდა დამასისროს კიდე კონკიას სიზმარი. პრინცესები და მე ვსგავარ ფიფქიას. ერთხელ დამასისრა ძალიან საშიში სიზმარი. ძაღლი დამსდევდა და მიკბინა ფეხზე და სხვა დროს მერე გაკეთილდა. ამიტომ ძაღლები არ მიყვარს და კატები მიყვარს. გარეული ცხოველებიდან მინდა მყავდეს კურდღელი. მე ცოტათი ვგავარ ბაჭიას. მით უმეტეს სტაბილო ძალიან მიყვარს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია სუპი. ყველაზე უფრო მიყვარს მგელობანას თამაში. ბავშვობაში თოჯინებით თამაშობდი, მაგრამ ახლა დიდი ვარ. ჩემი ბავშვობა დამთავრდა 5 წლის ასაკში. გული არ დამწყდა, იმიტომ რომ მომწონს დიდობა. ფოსტოვად დიდი ვარ. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ უფრო დიდი ვიქნები და ლამაზი. ყველაზე მეტად მიყარია რომ ჩუქნიან საჩუქრებს. ბოლოს მაჩუქეს 2 თოჯინა. ჩემს საყვარელი თოჯინას ქვია ბარბარე. ადრე არ იქვა, მაგრამ ეხლა დავარქვი. ძალიან ჭკვიანია და დამჯერია. ისეთი კარგია რომ მე მგავს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ერთი სული მქონდა რომ ბაღიდან სკოლაში გადმოვსულიყავი. ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ლელა მოწონელიძე. იმიტომ მიყვარს რომ თბილია, ლამაზია, ჩვენ გვიყვარს და დავალებებს ძალიან კარგს მოგცემს და ჩვენ გვიყვარს. ლელა მასწავლებელი უყვარ ყველაზე მეტად მე. ძალიან მინდა რომ ლელა მასწავლებელი იყოს ჩემი მეზობელი. ზოგჯერ მოვადა დედიკოსთან ერთად ყავას დალევს. მე ასე შევწყვიტი და მეორე ოთახიდან. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბალეტის მასწავლებელი. ბალეტიც ახლა ძალიან მიყვარს. არ დავდივარ ძი, მაგრამ ყველაფერი ვიცი. რა ვიცი და ფეხი საწევა, ტრიალი, პაკატი. მამიკოს უნდა უთხრა რომ იყიდოს ბალეტის კაბა. ვარდისფერი იქნება, იმიტომ რომ ვარდისფერი მიყვარს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი და ბებიო. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ლილე. ლილე არის ფუმფულა, ლამაზი, დამჯერი, მიყვარს და ფუმფულა. ლილე რო გაიზრდება, მინდა რომ გამოვიდეს მასწავლებელი. მამიკო არის ვასკაცი, უშიშარი და ჩვენ ძალიან გვიყვარს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და ყველაზე კარგი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ყველას ძალიან გაგვიმართლა რომ ერთი ოჯახი ვართ. ბევრი ფული რომ მქონდეს ვიყიდდი კაბას, ფეხსაცმელს, მანიკურს გავიკეთებდი და ბოლო რა უნდა ვეთქვა. ბოლოს ვიტყოდი. და მანქანას ვიყიდდი. თოლებაბუს ჩვენთვის სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მომიტანა 2 თოჯინა. სადაც მინდა მომიტანოს სათამაშო კარტი. ჩემი აზრით თოლებაბუ არის 82 წლის. მისი ნამდვილი სახელია ავთო. ჯადოსნური ჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი ნამდვილი პრინცესა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში?
მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ დასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა? რო კონდეს. მაგალითად მე მინდა მქონდეს სისწრაფის ძალა. კი არ მეჩქარება, მაგრამ გავერთობი. ბედნიერება არის, რომ ვერთობით რაღაცებს რო ვყიდულობთ და რომ დახუჭობანებას თამაშობთ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.